მონაწილეობდი ერთ-ერთ პროექტში, სპორტფესტი, სადაც ტენე იყო ჩვენი მხარდამჭერი და ჩართულები იყვნენ ასევე იმ ფესტივალის ფარგლებშიც და პირველად მაშინ მომიწია ამ კომპანიის შესახებ გამიგო. მადლობა, მე ვარ ნუცა დევდარიანი, M-კვადრატის თანამშრომელი. დამეგობრების მერე ჩვენ კომპანიაში მე მგონი ყველა უფრო რაღაცა ხალისით აგროვებს ნარჩენებს და მე მგონი აი სახლიდანაც კი რაღაცა მოაქვთ ხოლმე რაღაცები და ალბათ მანამდე ეგეთი რაღაცები არ ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში. ყველაზე აქტუალური რატომაც გახდა ეს თემა არის ის რომ რაოდენობა პირველ რიგში რომ ძალიან ბევრი არის პლასმასა და თან ყველაზე უფრო რთულად გადამუშავებადი არის, ან ბიოდეგრადირებადი ნაკლებად არის და ყველაზე მეტად აზიანებს ალბათ გარემოს. როგორც ადამიანებს გვაძლევს ბენეფიტს, რომ რაღაცნაირად გვგრძნობთ ჩვენს წვრილს გარემოზე ზრუნვაში. ჩვენი თვალით დანახული მწვანე თბილისი ყველაზე მეტად ალბათ გავს ჩვენ ახალ პროექტს M-კვადრატი მთაწმინდის პარკთან, სადაც არის უფრო მეტი სიმწვანე და რაღაცნაირად ერწყმის ლანდშაფტს ჩვენი პროექტი. მშენებლობაში ფაქტობრივად არ გამოიყენება პლასმასის ნარჩენი და რაღაცნაირად ადმინისტრაციული და ყოველდღიურ ცხოვრებაში ტენეს დახმარებით თუ მკლავდებით ამ პრობლემას და გამოწვევას. Შემდეგ რესპონდენტს დაუტოვებდი კითხვას, რამდენად საკმარისია მისი ჩართულობა გარემოზე ზრუნვის მიმართულებით.